მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი დისტილერია დუბლინიდან, ირლანდიიდან. დღეს ვესტუმრეთ Roy & Co, რომელიც საქართველოში იშოვება. მოკლედ რომ მოვდიოდი ამ დისტილერიაში იყო აქცია. მოკლედ აქ და რატო იყო აქცია? ჩვენთან გავსელდა ინფორმაცია, რომ ეს დისტილერია დაიხურა. რეალურად ეს დისტილერია არ დახურულა. საქმე იმაში არის, რომ იმდენი ვისკი აწარმოა ამ დისტილერიამ ბოლო წლებში, რომ დიაჯეომ თქვა, რომელსაც ეკუთვნის ეს Roy & Co, დიაჯეომ თქვა, რომ ამდენი ვისკი მე აღარ მჭირდებაო და შეაჩერა დისტილაციის პროცესი. ანუ დისტილერია არ დახურულა, ჩვეულებრივად მუშაობს, ვიზიტორებსაც ღებულობს, ბოთლებსაც ყიდის, ვისკისაც აძულებს, მაგრამ რამდენიმე წლით დისტილაცია შეწყდა. და აი ამ მიზეზის გამო დამხვდა აქცია აქ, რომ შემოვდიოდი, ხალხი რაღაცა ტრანსპარანტებით, რაღაცებით იდგნენ, რომ და რატო თურმე ვინც მუშაობდა დისტილაციის პროცესში, ვინც ღებულობდა მოწილოს, ის ხალხი გაუშვეს სამსახურიდან. იმიტომ რომ რამდენიმე წელი აღარ დასჭირდებათ და პროფკავშირები ირლანდიის მოკლედ იყო აქ შეკრებილი და მოკლედ სირცხვილის დერეფნები და რაღაცები ჰქონდათ გაკეთებული და ვერ შემოვედი აქ. წავედი, ამიტომ გვერდზე არის 5 წუთის გზაზე გინესის ქარხანა, ლუდის, მივირთვი გინესი. წამოვედი უკანა გზაზე და დამთავრებული იყო უკვე ეს აქცია და აი ახლა შემოვედი მოკლედ და შევალ შიგნით და მოგიყვებით მოკლედ რა ხდება ამ ვისკის დისტილერიაში. წავედით. როგორც კი შენობაში შემოვალთ, პირველი მის აღებშივე ხდება მაღაზია. ანუ ყველგან არის პირიქით, რომ ჯერ უნდა ტური გაიარო და შემდეგ არის მაღაზია. აქ პირიქით პირველივე არის მაღაზია და ნახოთ მოკლედ რა იყიდება ახლა ამ მაღაზიაში. ძირითადად ბოთლები არის ჩვენგან განსხვავებით, თბილისში მარტო ბლენდი ვიცით Roy & Co-ი, აქ სინგლ მალტებიც იყიდება ბევრნაირიდან. მე როგორც მითხრეს, ბარში აქვს დეგუსტაციაზე სინგლ მალტები და გავალ და ამებს გავსინჯავ და მოგიყვებით რა როგორია. მოთ ახლა გაჩვენებთ რა იყიდება აქ. სხვადასხვა ტიპის ჭიქები იყიდება აი აქეთ, ჩვენი ამ Roy & Co-ი. მართლა გითხრათ, ცოტა შამპანიური ჭიქებს უფრო მახსენებს, მაგრამ ნუ შეიძლება კარგიც იყოს. აი ნახეთ ესეთი ხო, სინგლ მალტები, როგორც აღმოჩნდა, სოლერა მეთოდით არის დაძველებული ამ Roy & Co-ში. Edition ერთები არის აქ. მე ბარში რო გავსინჯავ, მოგიყვებით უფრო დეტალებში, რა და როგორ არის, მოკლედ ამ სინგლ მალტებზე. აი ეს არის ჩვენთან შემოდის ბლენდირებული ვერსიები Roy & Co-ში. რა კიდერებია ესეთი საყვარელი კასრი, რომელიც არის ჯინგა თუ ჯენგა, მოკლედ თამაში რო არის ჯენგა ხო, მე მგონი, რომელიც უნდა ესე აწყოთ თუ დაშალოთ, რა ვიცი, როგორც გინდათ ისკენით და მიიღებთ კასრს. იქი თუ საკოქტეილე მასალებია, კოქტეილისთვის შეიქერი, ალუმინის თუ julep cup, კი გამიგია, მაგრამ რა შეიყენებენ კი არის ბარმენები და თუ გამიკომენტარეთ მოკლედ, არ ვიცი მას რა შეიყენებთ. კიდე რა გვაქვს? ხო, მთავარი აქ ნახეთ პირდაპირ შემოსასვლელშივე გვაქვს დისტილერია აგერ სადაც ხდება, აგერ პოსტილები, პირდაპირ ქუჩიდან ჩანს ეს ჩვენი პოსტილები, 3 წელი პოსტილი, triple distilled რო იყოს ჩვენი ეს ირლანდიური Roy & Co ვისკი. აქეთ მთელი ეს მეშინგი და რა ვიცი, მილიონი ყველაფერი მოკლედ ხდება ჩვენს თვალწინ. თუმცა მარტო ეს არის რა თქმა უნდა დისტილერია, იქით მარჯვნივ ბოლოში უზარმაზარი ცალკე კიდე 2 წელი შენობა აქვს, საიდანაც კვამლიც ამოდის და რაღაცა მუშაობა ხდება, მოკლედ მაინც ამ დისტილერიაში როგორც ჩანს. აქეთ ნახოთ კიდერებია. აი Distillers Exclusive კასრის სიზლერის სინგლ მალტი 58 გრადუსი, რომელიც მხოლოდ დისტილერიაში შეიძლება რომ შეიძინოთ, სინგლ მალტია 58 გრადუსიანი. ტამბლერები, ნუ რა ვიცი, ჩვეულებრივი მაღაზია რა, დაბრენდილი მაისურები და ეგ არის. ეხლა მოდით გადავიდეთ უკვე ბარში და ვნახოთ ბარში როგორც ვიცი, 3 სახეობის სინგლ მალტი აქვს და 3-ვეს შევუკვეთავ და მოკლედ მოგიყვებით მათ შესახებ. შემოვედით Roy & Co-s ბარში. ზემოთ პატარა ბარი იყო და მე მგონი ეგ იყო ბარი, თუმცა დღეს რო ქვემოთ ჩადიო, ქვედა სართულზეო და უფრო მაგარი ბარიაო და მართლაც აი ჩემს უკან საკმაოდ დიდი ბარია. დიაჯეოს ეკუთვნის Roy & Co და Roy & Co-s გარდა დიაჯეოს სხვა პროდუქციაც არის ბარში წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი არჩევანია.
ავიღეთ 3 ბოთლიანი სეტი Roy & Co-ს. ჩვენთან თბილისში იყიდება ბლენდი ამ ვისკის და თურმე უშვებენ single malt-ებსაც და ავიღეთ 3 სხვადასხვა single malt-ი. პირველი single malt-ი არის Solera მეთოდით დაძველებული 3-დან 5 წლამდე დაძველების. მეორე არის distillery exclusive, რომელიც მხოლოდ აქ distillery-ში შეიძლება რომ გასინჯოთ და კასრის სიძლი არის Solera მეთოდით დაძველებული single malt-ია, 56 გრადუსამდე არის, 55 და რაღაცა. და ბოლო მესამე არის უკვე ისევ Solera მეთოდი, ოღონდ batch 2, ასე ვთქვათ. ეს თუ არის 3-დან 5 წლამდე, ეს არის უკვე სადღაც 5-დან 7 თუ 8 წლამდე, თუ სწორად მახსოვს, ესე მითხრა. პირველ და მესამე არის 46 გრადუსები, შუა არის კასრის სიძლი არის და მოკლედ ნახოთ აბა ეს დამოუკიდებლად Solera მეთოდებით სხვადასხვა კასრებში არის. ხო, Pedro Jiménez, Oloroso და Amontillado, ხო, ამ 3 კასში არის ნამყოფი მოკლედ. ხო, აბა ნახოთ. Solera მეთოდით. ნუ შეერეთყობა. შეერეთყობა ეთყობა, ცოტა ახალგაზრდა არის ოღონდ. ახლა მოდი იგივეს ნახავ, ოღონდ უფრო დაძველებულს, ხო. უფრო მსუბუქი არის, არა ეს? ეს კი. ხო, მართლა ვთქვა დიდ ცხოვრებას ვერ ვხედავ. და კიდევ უფრო მართლა ვთქვა საერთო ცხოვრებას ვერ ვხედავ. სხვა ხო, ну, ამას მოკლედ ეს ცოტა იკბინება რა, ცოტა ასაკის უასაკობის გამო რა, უბრალოდ ეს ცოტა ოდნავ უფრო დამოგვარებულია, ოდნავ, ოღონდ, სულ ოდნავ. თუმცა მე რომ მახსოვს თბილისში რაც გვაქვს ჩვენ ბლენდი Roy & Co-ში, ხო, იმასთან შედარებით ახლა ეს single malt-ები გაცილებით მაგალი კლასია. მოდი ამბა კასრის სიძლერას დავსუნავ, რომელიც მხოლოდ აქ აი ამ შენობაში იშოვება. და მაღაზიაში უბრალოდ მოხდა ვერ. გრადუსი არ ეთყობა. ну, ცოტა უფრო მძაფრია ვიდრე ეს ორი, მაგრამ გრადუსი არ ეთყობა. ახლა თითქმის 56 გრადუსი როა, არ ეთყობა. თუმცა აი არომატებს და ეგეთ რაღაცებს ახლა ამ ვერცერთზე ვერ ვამბობ განსაკუთრებულად რა, ხო. განსაკუთრებულად კასრის ზოგადად ხოლმე შერის კასრებზე ძალიან ეფექტია ხოლმე რაღაც ისა არც ვერ დამშეშტაბეშტება. უარეთ შერის კასრი შეიძლება ხო. მე კიდევ გამიჭირდებოდა მიხვდა. კაი, მოდი გავსუნჯოთ პირველად. გამოსო უკეთესია. გამოსო შერი დაეთყო. შენ მიკროფონი რო არა გაქვს? შენი ხმა ცუდად ისმის. ახლა ყველაფერი გამოსწორდა. აი. კაი. ხო, მოკლედ. გემოზე გასულებთ უკეთესია ვიდრე სკვირზე. შერი ეთყობა. after taste-იც დატოვა, ესეთი Oloroso-ის მშრალი. კაი რამე. აი ნახეთ რა მოგვიტანოს კიდევ. ეს ჩვენი ძვირფასი წყლის ჩასაწვეთებელი შუშის ეგრეთ წოდებული პიპეტკები. ქართულად როგორ აპიპეტკა? საწვეთური არ ვიცი. პლასმასი არ მოვყადრეს. ну, რეკომენდებული ერთი წვეთის ჩაწვეთება. მეტის არა. ну, კასრის სიძლიერესაში მე გასულით მასხამ ხოლმე. რა ხოლმე მომნებაზე. აი, აბა ნახოთ პირველი. წამოიღო ცოტა სკვირი, რაც გემოზე იყო დაახლოებით ის წამოვიდა სკვირზეც. თუმცა უდეთქოს ბარი სულად არის აღჭურვილი. ისინი დეგუსტაციებისთვის ყველა ის აქვთ. საჭირო ინსტრუმენტი. აქვე მოგვიტანეს ორი ტიპის წყალი, ჩვეულებრივი წყალი და sparkling წყალი, გაზიანი წყალი. ევროპაში ძირითადად ესეთი გაზიანი წყალს ვამბობ ხოლმე, ჩვეულებრივს არა. სხვა შორის მოუხდა წყალი ძალიან ამ 46 გრადუსიან batch 1 Solera მეთოდს. წყვილზეც დაეთყო შერი და უფრო გატკბილდა გემოზეც. კაი, მოდი დავასხათ წყალი. მოდი sparkling-ი გავსუნჯოთ. ხო, ეხლა კასრის სიძლიერესაც ბოლოსთვის შემოვიტოვებ. batch 2 მაინტერესებს ამათი Solera მეთოდის რა არის, რო ერთმანეთს შევადაროთ. კაი, აბა ნახოთ batch 2.
გემოზე ორივე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცხვირზე. გემოზე გაცილებით უკეთესია. ტანინები ეთყობა. პირველ ბეჭს, რომელიც ახალგაზრდა იყო, ტანინები არ ეთყობა საერთოდ. ეს კაი ვისკია. გემრიელი მუხა ძალიან მძაფრად არის. აი ეს მუხის სიმწარე აქვს რა, აი სპირტის სიმწარე კი არა, მუხის სიმწარე აქვს რაღაც. ტანინაზე კარგად გაშლება, ჩემი აზრით. კარგად გადადის. ეს კაი რამეა. ეს ძალიან კაია, მომეწონა. სასურველია წყალი. დავამატოთ ალბათ წყალი. ცოტა კიდევ. ცხვირზე ცოტა მენთოლი დაემატა ჩემთვის. რაღაცა წყლით ჩემი აზრით უფრო ცოტა უფრო რბილი გახდა. უფრო სასიამოვნო. დამრგვალდა უფრო. და გადაკლაპის მერე სიცხარე გაჩნდა უფრო. ხო, სიცხარე დაემატა. ეს კაია, მოკლედ ჩვეულებრივად იყიდება ეს. აქ ფასი აღარ მახსოვს, მაღაზიაში იყო და შევხედავ შემდეგ. მაგრამ რავი, თუ აპირებენ კიდე გაგრძელებაზე შემოტანას ამ ვისკის ჩვენთან, მაშინ კარგი იქნება რომ ბლენდის შემდეგ აი ეს კორეინჯის სინგლ მალტებით შემოიტანონ, განსაკუთრებით B2 7-8 წლის დაძველების საშუალოდ, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი ვისკი არის ეს. გადავიდეთ კასრზე. გადავიდეთ კასრზე, მთავარზე. რომელსაც ვერსად ვერ გასინჯავს თუ აქ არ ჩამოხვდეთ. ფერი აშკარად უკეთესი აქვს. ხო, ჩეკებზეც არ გვთქვა ერთი როსტვა, ხო? გლენკეირნი არ არის, მაგრამ ისეთი მინი სადეგუსტაციო ჩიკებია, ესეთი ჩიკები ლაფროიგის დისტილერიაში მინახავს, სხვათა შორის, რომელიც ახლა რა როს უნდა პრინციპში კარგი სადეგუსტაციო ჩიკებია. თან პატარაცაა და კომპაქტური და. როშე ხედავ თითქოს შოთის ჩიკა არის, არ აკეთებს, მაგრამ ნუ როდას უნდა არის არომატები ამბობს. შოთებათაც იყენებენ და ორმაგიდან ისწრება აქვს და. შეიძლება გლენკეირნში ეს ვისკი 10 ჯერ უკეთესი იყოს ვიდრე ამაში, ეგეც ავიცით. ისე უნდა ქონდეს საკუთარი. ხო, გლენკეირნი უნდა იარო. ისტორიული გავს. აი, აბა, შემდეგში გავითვალისწინებთ. 56 გრადუსი ფრთხილად იყო. აბა, გამოვაჭრეს. გრადუსი ძალიან იგრძნობა. გრადუსი იგრძნობა, მაგრამ არ წვავს ისე ძალიან. ენას სუბუხია რა. თავისი მაინც ახლა 56 გრადუსისთვის. ეხლა ცოტა გამიხურა ერა. წყალი უნდა. ხო, არომატები, რავი, ანუ სამივე იგივე არის. უბრალოდ ეს ორი, პირველი და მეორე კასრის არის ფაქტურად უასაკო და ეს არის 7-8 წლის. და ამას ახლა ცოტა ძალიან ვიგრძე, თხილის არომატები არა? თხილის არომატები არის, კი. ეხლა ამაშო წყალი შეუძლია, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ აი ამის დონეზე შეიძლება რომ დავიდეს რა. მოდი არა მგონია. კიდე ჩავამატ, ამას ცოტა ბევრი წყალი უნდა, ერთი 46 გრადუსზე მინდა რომ ჩამოვიყვანო. ყინული ჩავაგდოს და. ხო, ყინული ნათქვამი მაქვს და ეხლა. გველოდებიან რომ. ხო, აი ეს თხილები, რაც რეზომ თქვა, თხილები უფრო მოემატა ცხვირზე, მოემატა კი არა დაუშდა, მანამდე გემოზე ქონდა. მაგრამ რო სუნა ახლა ძალიან რო ყოფს ცხვირში იქნებ. მაინც სპირტი მოაქვს რა, ყოველ ვერ დავაგდე გრადუსი კარგად. ნუ ამის თავი მახასიათებელი ისაა რომ მაღალი გრადუსი ქონდეს და ამიტომ ხა ხო, არა. დიდი არაფერი არ შესვლა გემოში. იგივეა. ცოტა უფრო ნაკლებად წავს უბრალოდ ენას. მე ეხლა ამას კიდევ ახლა გავსინჯე და მეგონი ეს არის არ მოეწონა. კარგად ვარ. გადამცდა გრადუსი. მოკლედ ვნახოთ კიდევ ერთხელ ეს. Okay, so far? Yes, everything's good. So we're gonna make some videos for friends. მოკლედ აგრო შემოვდიოდით. არც ერთ დისტილერში ესე არ იყო, აქ მაინც და მაინც ბარმენმა ცალკე ჩემთან ბართანო ბარმენი და მაღაზიაში შოპის კონსულტანტმა მეო პრობლემა არ მაქვს გადაიღეო, ოღონდ ბარში როცა ხომ ბარმენს კითხეო და იქ ამას კითხე, აქ ამას კითხე, ყველასთან საერთოდ რებართვები მოგთხოვეს ვიდეოში ჩაწერის და მაგრამ კურთხევა ყველგან ავიღეთ. არა, ამასთან არ ავიღე. მართლა? იმიტომ მომوارდა რა ვიცი ახლა. მოკლედ ახლა ეს რო გავსინჯე, ყველაზე კაი ეს არის რა.
ჩემი რჩევა, ვისაც შემოაქვს როიენტკო, დიაჯეოს როიენტკო, საქართველოში რომ ბლენდებს არ შეეშვათ შემოიტანეთ ბლენდების კოქტეილებისთვის და სინგლ მალტებზეც გადადით. სინგლ მალტები შემოიტანეთ, სოლერას მეთოდით აძველებენ, ძალიან კარგი ვისკია, მოკლედ, განსაკუთრებით ეს ბეჩ 2, რომელიც 7-8 წლის დაძველებით არის. დააწეს ვერ შემოვიტანოთ ხალხს. ეგარი. გამოიწერეთ არხი, გაწერილით Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი. კი დაგემშვიდობეთ ვიდეოში, მაგრამ რო დაგემშვიდობეთ, მაგის მერე მოვიდა ჩვენი ეს ბარმენი და აი რეებსაც ინჯაო, ბოთლები მოგვიტანა, რომ თუ მოგეწონაო რომელიმეო შეგიძლია მაღაზიაში შეიძინო და ახლა გაჩვენებს თვითონ ბოთლებსაც როგორ გამოიყურება. პირველი სოლერა Edition 1, ანუ Batch 1-ს რო ეძახინე, არის აი ესეთი 01 Edition აწერია სოლერა 46 გრადუსი და მეტი non-chill filter გაუფილტრავი ყოფილა, ხო? ასეთი არის, მოკლედ, კასრებზე არაფერი არ აწერია, კასრები თვითონ იმან გითხრა ბარმენმა, მოკლედ რეებით შედიოდა სოლერა მეთოდში. ყველა სოლერა მეთოდით არის, თუ ჩემ თვალს არის. შენ ხმა არის მის, მაგრამ ხო, ყველა სოლერა მეთოდით არის. კი, აწერია კიდე. შუა იყო, როგორც გახსოვთ, კასრის სიძლიერე, აგერ ისევ Edition, ანუ ზუსტად იგივე არის პირველი, Edition 1 არის, უბრალოდ არის კასრის სიძლიერის 58 გრადუსი, აი აქ აწერია გრადუსი, 58 გრადუსი. და მესამე ბოთლი, რომელიც არის უკვე აი Edition 2. Edition 2 უფრო მეტი დაძველებით, 46 გრადუსი როგორც Edition 1. და დანარჩენი არის ისევ იგივე სოლერა მეთოდი. და ეტიკეტის განსხვავებასაც ნახავთ, ჩვენთან წითელი ეტიკეტით იყიდება, თუ სწორად მახსოვს, ბლენდები და სინგლ მალტებს უკვე უშვებენ ცისფერი ეტიკეტით. აქ კიდე რა ხდება საინტერესო, ხო, მეტი არაფერი მაქვს სოლერას მეთოდის ნახაზი არის, როგორ ძველდება სოლერაში. სოლერაზე უამრავჯერ გვისაუბრია, მე და რეზოს უფრო რეზოს, სოლერა მეთოდზე და შერიზე ზოგადად, გვაქვს ვიდეოები არც და შეგიძლიათ დასერჩოთ და დასერჩოთ როგორ აკარგოთ მოზებულს. მარტივად ორი სიტყვით ხო, მოდი 1-2 სიტყვით თქვი, მოდი მიკროფონს მოგასვდი თავიდან, გაიგეთენ. ხო. მოკლედ სოლერა მეთოდის თავი ხო. სოლერა მეთოდის თავი პრინციპი არის, ვინც არ იცის, რომ ეს არის სხვადასხვა კასრებიდან, როცა ერთი კასრიდან 1/13-ს გამოიღებენ და ასხავენ სხვა კასრში ამ 1/13-ს, ხოლო გამოღებულ კასრიდან, რაც გათავისუფლდა, იქ ასხავენ მეორე ვისკის. ну აქ ზოგი შემთხვევაში ხდება რომ წლების მიხედვით განსხვავებულებზე არის საუბარი, როცა ერთ-ერთი პროდუქტი არის შევეყოს ვისკი ან win-one share არა აქვს მნიშვნელობა, ერთ-ერთი პროდუქტი იყოს და მხოლოდ წლებით განსხვავდებოდეს, ან მაგალითად როცა ამ შემთხვევაში ამ დისტილების შემთხვევაში არის სხვადასხვა კასრები, არის მაგალითად ამონტილადოს კასრი, ოლოროსი და პედრო ხიმენესის. დაუშვათ სამივეს გადის, ეხლა თანმიმდევრობა აღარ მახსოვს რომელიდან იწყება არც უთქვიათ ხო მგონი თუ ახსნები. ხო. ну ჩამონათვალე ამონტილადოდან დაიწყება. თქვა ერთი კასრიდან გამოვა თქვა 1/13, შემდეგ ამას მეორე კასრიდან ავსებენ ამ 1/13-ს პირველ კასრში და მესამე კასრიდან მეორე კასრში ავსებენ ისევ ამ ერთმანეთს დაიხარჯა და იმ მესამე კასრში უკვე ახალ ვისკის ჩაასხამენ და მაგით შეავსებენ. თქვა ერთი წელი დააძველებენ, ну საშუალოდ ერთი წელი, ახლა შეიძლება რაღაცა 5 წელიწადში ერთხელ გააკეთოს გავსი რაღაცა. და ესე მეორდება ყოველწლიურად და ამიტომ თითქმის ყველა ვისკი, ასე თქვა, ნარევი და სხვადასხვანაირი სასმელი გადადის სხვადასხვა კასრებში და სხვადასხვანაირი სახის არის და მე სხვადასხვანაირად ხდება მათი დაძველება. ეს არის სოლერა მეთოდი ძალიან მარტივად რო ახსნათ. ნუ აი ახლა უკვე ნამდვილად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ნამდვილად გემშვიდობებით, იმიტომ რომ კიდე თუ მოგუწერეთ რამეს კიდე ჩაგერთვებით. გამოიწერეთ არხი და აბა შემდეგ დისტილერი არის.